მოგესალმება ჩაბათის მებაღე, ახლა არის თებერვლის ბოლო რიცხვები, ამინდები ნორმალური დგას, არ არის მოსალოდნელი ისეთი მკვეთრი ყინვები, ძლიერი ყინვები, ამიტომ ვსხლავ უკვე მცენარეებს, ამჯერად განვიხილოთ წითელი მოცხარი, რომელიც ჩემთან ბუჩქადიზდება უკვე რამოდენიმე წელია, უნდა აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომ მას აწლეულები შეუძლია ერთ ადგილზე ნაყოფმომცემი იყოს, ოღონდ ამისათვის უნდა გავაახალგაზრდავოთ ხოლმე, ისხამს შაშანდელ ტოტებზე და ყლორტებზე და შესაბამისად შავი მოცხრისგან განსხვავებით მათი დამოკლება არ შეიძლება. მას ასე აგიხსენით თუ რატომ ვსხლავ ეხლა, მაგრამ მნიშვნელოვანია ნაყოფს რომ ავიღებთ, აგრეთვე ზაფხულის სხლაც, რათა პროვოცირება გამოვიწვიოთ შემდეგი წლის ტოტების. აგრეთვე მე მინდა გითხრათ, რომ მიხილეთ ჩემი ვიდეოები ხეხილის სხლაზე, ბუჩქოვანი მცენარეებით, ბუჩქოვანი დეკორატიული მცენარეების გავსხალი, განსაკუთრებით უნდა მოვერიდოთ ისეთ ხის მსგავს ბუჩქებს, რომელიც გაზაფხულზე ყვავილობს, ის უნდა ყვავილობის შემდეგ გაგვესხლა, რათა იმ ტოტებზე ყვავილობს, რომელიც შარშან გამოიღო, აგრეთვე იხილეთ ვარდის სხვადასხვა ჯიშის სხლები გავაკეთე და სამსერიად გამოვუშვი, ვიდეოებში ნახეთ თუ შეიძლება და ეს არის ჩემი როზარიუმი, თქვათ ეხლა რასაც უყურებთ, აქეთ არის ხეხილის ბაღი, თქვენს გარეშე უკაცრავად გავსყალი ვაზი, რადგან მე მაინც ცოტა გამოუცდელი ვარ ვაზის სხლაში, გთავაზობთ მხოლოდ იმას, რასაც მან წლიდან წლამდე ვაკეთებ და გაითვალისწინეთ სხლის მერე მე ზეთოვანით ვწამლავ ხეხილს, ვარდებს, თუ კვირტი არ არის დაბერილი, არა თუ გახსნილი, დაბერილი არ უნდა იყოს კვირტი, როგორც ეხლა ხედავ, თუ კვირტი დაიბერა, მისი გამოყენება არ შეიძლება, აგრეთვე არ შეიძლება 3%-იანი ბორდოს გამოყენება, თუ კვირტი დაიბერა, ეხლა აი ესეთ მდგომარეობაში მე უკვე ზეთოვანი ინსექტიციდით, ანუ მწერების საწინააღმდეგოდ, რომელმაც გამოიზამთრეს ჩემ მცენარეებში, მის საწინააღმდეგოდ შევწამლე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აურევ ბორდოს, ზოგიერთი ამას ურჩევს, მაგრამ არაფრით არ შეიძლება ბორდოს არევა, მათ შორის შუალედ უნდა დავიცოთ მინიმუმ 4-6 დღე და თან 3%-იანი ბორდო თუ უკვე კვირტმა დაიწყო დაბერვა, დაუშვებელია და 1%-აზე გადადით, ამ დროს ვარდს უკვე კვირტი ყველგან გამოყებული აქვს, გახსნილი აქვს კვირტი, ეგრეთ წოდებულ წითელ კონუსშია და 3%-იანი ბორდოს ხმარება დაუშვებელია, 3%-იანი ბორდო იხმარეთ ვარდებზე შემოდგომით. ველოდება ძალიან გთხოვთ, აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ სითბოს მოყვარული მცენარეები, როგორიც არის მაგალითად ლავანდა და როზმარინი, არაფრით არ გასხლათ. ყველა მოყვავილე ბუჩქი და ყვავილი ისხლება, იჭრება მხოლოდ ყვავილობის შემდეგ. ხალით ისე, როგორც გაჩვენებთ. ანუ ფოთოლთან, არა ძირი ხომ ხედავთ გახევებულია, იქ ფოთოლი შეიძლება საერთოდ არ ამოვიდეს და აგრეთვე ეხლა რომ გასვლა წინ საშინელი ყინვიანი მარტი გველოდება ცვალებადი და ეს მცენარეებს თავები აუცილებლად მოეყინება. ეხლა კი გადავიდეთ წითელი მოცხარის სხლის წესებზე. როგორც ხედავთ, ორი ბუჩქი მაქვს გვერდ-გვერდ, შეცდომა დავუშვი თავის დროზე გამოუცდელობის გამო და ახლო განვათავსე, შესაბამისად ერთმანეთს აწუხებს, ეხახუნება, აერს არ ატარებს, შევეცდები ამოვიღო, აი ეს ნახეთ როგორ ეხახუნება, ამოვჭრი ძირიდანვე, იმიტომ რომ ეს ეხლა ხედავთ მეჩხერ თორე ზაფხულისთვის გაზაფხულზე უკვე ისე შეიფოთლება, რომ შიგნით ვერაფერი ვერ იმოძრავებს, ვერც ჰაერი, ვერც მზე ვერ მოხვდება. ამიტომ მე ამას მოვჭრი ბოლომდე ძირში, აი როგორც ეხლა უყურებთ, ხედავთ. ცოტა მიჭირს ბოდის გიხდით კამერა, მიჭირავს მეორე ხელით, თითიც კი ჩანს და მიჭირს გადაჭრა. მაშასე, ესე იგი, შევეცდები ძველი ტოტები ამოვიღოთ, თუმცა როგორც ხედავთ, ძალიან ძველი მე ტოტები შიგნით არა მაქვს, მაგრამ შუაში მაინც ასურველია ყველა ბუჩქის გახსნა, ანუ ამოღება შიგნიდან.
მის რა ქვია სცენარების, რომ ჰაერმა და მზე მოხდეს ყველას. აგრეთვე მე ბაღის წესი არ დაგავიწყდეთ, სადაც ნახავთ სარეველას, ეგრევე ამოიღეთ. მაშასე, აი მივაყოლებ ახლა ამ ტოტს, რომელიც აგრეთვე მეორე ბუჩქთან მიდის და ვხედავ, რომ ესაც ამოსაჭრელი, მაგარდა იმისა, რომ აქ თქვათ ჰაერის მოძრაობაში მიშლის ხელს, აი გზემოთ ეხახუნება კიდევაც. აი ამას რო ვამოწმებ, ეს ისე გაზრდილა, მე ფაქტიურად არ მაწუხებს, დავანებებ თავს. აგრეთვე აი შეხედეთ, შიგნით რაც ამოდის პატარა. ვითომ წესია, რომ ანუ შარშანდელ ტოტებზე ისხამს, მაგრამ იმასში ბუჩქში შიგნით მზე არ მოხდება, ეს წვრილი შეეცდება მთელი ენერგია აიღოს ბუჩქიდან, რომ გაიზარდოს, იწვალებს, ბუჩქსაც აწვალებს, საკვებ ნივთიერებებსაც წამართმევს, ამიტომ მე ამ წვრილებს ამოვიღებ აბსოლუტურად სულ ყველას, აგრეთვე წვრილს, რომელიც მსხვილი ტოტიდან შიგნით იზრდება, ასე გავანთავისუფლებ ბუჩქს მთლიან, და როგორც ხედავთ. სხვათა შორის იგივე წესი არის, როგორც ყველა დანარჩენ ბუჩქზე და თუ ნახავთ ჩემ ვარდის ვიდეოებს, ძალიან ბევრ მსგავსებას ნახავთ მათ შორის. აგრეთვე შეხედეთ, აი უყურეთ, დააკვირდით, ვაკვირდები აგრეთვე ხომ არ არის რომელიმე დაზიანებული. იქ ვხედავ ნახრეთს, იგივე რაც ვარდში მხერხავია ჩასული, ეს ბოლომდე უნდა ამოვიღო, თან შიგნით იზრდება. თუმცა ზემოთ დავაკვირდები, ასეთ შემთხვევაში ჯერ ზემოთ გადაჭერით, ხოლმე თუ არ არის დაზიანება ზემოთ წასული, შეიძლება რაღაცა უბრალოდ ბუნებრივი ნახრეთი იყოს და არ იყოს მხერხავი, მაგრამ როგორც წესი ხშირ შემთხვევაში ეს არის მხერხავი, ყველა ვარიანტში ამაში წყალი ჩადის, სასურველია ამოვიღოთ. მაშ ასე პროცესი არის, თუ გინდათ დააკვირდით, შემდეგნაირი, ახლა გაჩვენებთ, აი ამასაც ამოვიღებ, მით უმეტეს შეხედეთ, ის უფრო ღია, ანუ ახალგაზრდა, იმის დატოვება შეიძლება გაახალგაზრდავების მიზნით, რაც უფრო მუქია ტოტი, ხომ, მით უფრო ძველია. შემოფრჩქნილი რო ამის არ შეგეშინდეთ, ეს მისი თვისება არის, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. წვრილს, აი ძირთან ვაჭრი, დაზიანებულს გავანთავისუფლებ ჯერ მთლიანად ბუჩქს იმისაგან, ვთქვათ, რაც ნაყოფს არ მომცემს, რაც დამიჭრდილავს, რაც გაფუჭებულია და შემდეგ შევხედავ ბუჩქის ფორმირებას. რომელიც შიგნით იზრდება. გაჩვენებთ ტოტებს, რომელზეც ისხამს. აი უყურეთ, ზემოდან დაზიანებულს, ამას ქვია გაცოცხლება, ვაცოცხლებ, არ ვჭრი ნაყოფ მომცემ შარშანდელ ტოტებს. გაჩვენებთ, რომელიც არის, მათ ვტოვებ აუცილებლად მარტო, აი ახლა ეს რატო გადავჭერი, იმიტომ რომ ბუჩქისკენ გადადიოდა და იქ ნაყოფი მაინც თუ მექნება, ისეთი იქნება წვრილი და უგემური. უნდა გავიმეტოთ ხოლმე, ეს შიგნით იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ნახეთ ახალგაზრდა, შედარებით ახალი, აი გვერდზე არის მაინც კარგი გადმოსული ტოტი და იმაზე გადავიყვან. ეს ვარდების ხulis დროსაც აგიხსენით, ჭრა უნდა იყოს სუფთა აუცილებლად ამ შემთხვევაში, მალამო არ დაგჭირდებათ, რადგან ტოტები მე არ დამიტოვები ამ მსხვილ ტოტებს, არ ტოვებ ყოველ წელს, ვაახალგაზრდავებ, რათა დიდი ხანი შევინარჩუნო ეს ბუჩქი. მინდა აქ დააკვირდეთ, ზემოდან მომხმარია და გახრეტილია. გადავჭერი, ისევ მხერხავი ზის, შეხედეთ, აი ეს წვნიანი მასაა შიგნით, ცოცხალი მხერხავი აგრძელებს მუშაობას აქ. შევეცდები საღნაწილამდე გადავჭრა, რადგან ეს ტოტი სავარაუდოდ მე დამჭირდებათ. შემდეგი წლიდან რო გამოიღებს გვერდით, შეიძლება რამეში დამჭირდეს, ნაყოფზე მაინც არ წავა. გარშემო მაინც მოხსნილი მაქვს ყველაფერი და
ნაყოფს არ დამიჭრდილავს, ჩემი აზრით, თუ არა დაჭრასწირა უდგას. ეს აი ამდენი გავსხალი და ეს დარჩა ჩემი 2 ბუჩქისგან, მხოლოდ თავები არ წამიჭრია. ეხლა გაჩვენებთ ტოტებს, რომელიც შარშან გვერდიდან ამოუვიდა, თავებზე ისხამს ეს და ქვემოთ გამოსდის ტოტები, რომელზეც მომავალ წელს ექნება ნაყოფი. ამათი გადაჭრა არ შეიძლება. მოგეწონათ ვიდეო და იმედია მომიწონებთ თითი ცერათითი მაღლა. გამოიწერეთ არხი, გაზაფხულია, ბევრი საინტერესო რამ იქნება. აქ პირველ კომენტარში მე ჩავწერ ლინკებს ხეხილის ხვლაზე, ვარდის ხვლაზე, საგაზაფხულო სამუშაოებზე. თუ დაინტერესდებით, იხილეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. უხმოსავალს და ლამაზ ბაღებს